მამისათა და დასულისა წმინდისა და ჩვენთან არსმეთ. ყველას მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს დიდი საავტომო მარხვის მეორე კვირას. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვთქვით წელს იმის შესახებ თუ რას ნიშნავს, როდესაც ეკლესია აღდგომის მარხვაში, საავტომო პერიოდში, ვიდრე თავად ჩვენ დღესასწაულებთ, დღესასწაულს განაწესებს კვირეების მიხედვით იმ საკითხავებს და იმ შინაარსის მქონე საგადობლებს, რომლებიც თავის მხრივ ძალიან დიდაქტიკური, პედაგოგიური, მასწავლებლობითი ხასიათის არიან. ეს არ არის შემთხვევით, რომ ეკლესია ამაზე ფიქრობს. ჩვენ ისიც ვთქვით ხშირად, რომ ეკლესია ფიქრობს არა მხოლოდ მართალთათვის, რომლებიც ჩვენ როგორც მართალთა ლიტურგიას წარმოადგენთ, არამედ იმათთვის, რომლებიც ასევე ემზადებიან, რომ გახდნენ წევრი ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის და მათ ჩვენ ვიდრე ისინი ქრისტეს ნათელს იღებენ, კათაკვირლებს ვეძახით. და შესაბამისად კათაკვირლთა ლიტურგია ასევე მნიშვნელოვანი არის მართალთა ლიტურგიის გვერდით, რომლებიც ერთ სამხო ლიტურგიაში აღესრულება. ჩვენ დღეს და ზოგადად დიდ საავტომო მარხვაში აგვასრულებთ არა წმინდა იოანე ოქროპირის წირვას, კვირას, არამედ წმინდა ბასილი დიდის წირვას, რომელიც განსაკუთრებული და გამორჩეული წმინდა მამა, მოაზროვნე და მასწავლებელი იყო მეოთხე საუკუნეში. და რა სურს ეკლესიას ამისად, რომ გვითხრას ჩვენ ამ ყველაფერს. პირველი ორი კვირა ჩვენ წინა კვირას, გასულ კვირას ვიდრესასწავლეთ მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც აჩვენებს ქრისტიანული სწავლების, ქრისტიანული რწმენის გამარჯვებას ყველა იმ შემოტევაზე, რომელიც პირველ 1000 წლებში იყო ეკლესიის წინააღმდეგ და რომელიც ყველაზე კრეატიული, ყველაზე საინტერესო გამოწვევით, რასაც ხატმებრძოლეობა ქვია, დასრულდა ფაქტიურად. ეს არის ის, რასაც აღნიშნავთ აღდგომის მარხვის პირველ კვირას. მეორე კვირა, დღევანდელი კვირა ეს არის ასევე კვირა, რომელსაც ეწოდება წმინდა გრიგოლ პალამას. კვირა, მისი ხსენება აღესრულება, რომელიც იყო მე-14 საუკუნის გამორჩეული მამა, გამორჩეული ასკეტი, ბერი, ეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, ვინც ფაქტიურად დაასრულა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარება, არა დოგმის, არამედ საღვთისმეტყველო აზროვნების, რომელიც შევიდა, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში მაშინდელ გამოწვევებთან და კერძოდ რა იყო ეს გამოწვევა. ამის შესახებ ასევე გვეუბნება ეკლესია არა მარტო ჩვენ, არამედ ასევე კათაკვირლებს, რომელთაც განსწავლეს და უნდათ რომ აუხსნან, ასე ვთქვათ, თუ ვინ იყო ეს წმინდა გრიგოლ პალამა და რა სწავლებას, ასე ვთქვათ, ავითარებს ის. შემდგომი კვირა არის ჯვრის კვირა, სადაც ხდება ფაქტიურად ცენტრი ჩვენი ისევ და ისევ მიბრუნების, რომ ჩვენი ძალით, ჩვენი ენერგიით ვერაფერს ვერ შევძლებთ. ჩვენ გვჭირდება ჯვარი, იესო ქრისტესი და გახსენება იმისა, თუ მან ჩვენთვის რა გააკეთა და რა გაიარა. ეს რა თქმა უნდა მოტივაციას გზელს და კონცენტრაციას გვიძლიერებს, თუ სად უნდა იყოს ჩვენი სწორება. აღდგომის მეოთხე და მეხუთე კვირეები უშუალოდ არა ასეთი ხასიათის არიან, აი მართლმადიდებლობის საღვთისმეტყველო აზროვნების გამარჯვების ტრიუმფის, ასე ვთქვათ, დღეები და კვირეები, არამედ მორწმუნე ადამიანი, რომელიც უკვე იღლება ნელ-ნელა ამ აღდგომის მარხვაში, თავის თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ, განსაკუთრებული ლოცვით, მეტანით, ფიქრით, მარხვით. შეიძლება ხანდახან შემოვიდეს ჩვენში რაღაც ეჭვი, რაღაც დაზაკვირვება, დაღლილობა და ეკლესია ამ დროს ჩვენ გვაშვებს მაგალითებს, ორ განსაკუთრებულ მაგალითს. პირველი ეს არის წმინდა იოანე კლემანსი, მე-6 საუკუნის უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ასევე მამა და მის ცხოვრებას, მის სწავლებებს გვაშვებს, ასე ვთქვათ, ეკლესია. ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ანდრია კვირტელის კანონით დავიწყეთ. შევედით საავტომო მარხვაში და დავასრულებთ ასევე კიდეც. ეს არის შინაარსობრივად ძალიან საინტერესო და წმინდა იოანე კლემანსის მისი კიბე, მისი ასე ვთქვათ, ნაშრომი არის ძალიან განსაკუთრებული, რომელიც ჩვენ უნდა გვეხმარებოდეს, ეს ამას უნდა ვისესხებდეთ ჩვენ ახლა და გვეხმარებოდეს, რომ ამ მოძუნებაში, ამ სკეპსისში, ამ ტკივილში, ასე ვთქვათ, ამ განცდებში, თუნდაც ეჭვში, ან დაღლილობაში არ დავჭერთ მარტო. ჩვენ გვყავს მაგალითები ეკლესიის ისტორიიდან, ეკლესია ამას გვეუბნება, პედაგოგიური აქტი ეს ფაქტიურად. და შემდგომ არის ქალის, უდიდესი საეკლესიო მოღვაწის, წმინდა მარიამ ეგვიპტელის, ასე ვთქვათ, ხსენება. და საინტერესო ჩვენ ხშირად რაც ვდებენ, რომ ეს მართლმადიდებლები არიან მხოლოდ რაღაც მასკულინური, პატრიარქალური მენტალიტეტის, რაც გარკვეულწილად მართალია, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ დიდ მარხვაში ქალის ფიგურა რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ წინ წამოიწიოს და ასკეტის, საეკლესიო მოღვაწის, რომლის ცხოვრებაც, რა თქმა უნდა, კრიზისის, ტკივილის, განსასწრების, ეჭვის ცხოვრება იყო.
მაგრამ ეს ყველაფერი დატრიალდა სინათლისკენ და იესოსთან შეხვედრა და შეხება ევქარისტიაში ბადებს მის ახალ ცხოვრებას და ეკლესია ამას გვაჩვენებს. და ამ იმედით, ამ მაგალითებით შევდივართ უკვე დიდ კვირეულში, რომელსაც ეწოდება ლევის შვიდეული. და იქ უშუალოდ უკვე ისევ სახარება გველაპარაკება. ისევ სახარება გველაპარაკება. ჩვენ ვკითხულობთ იმ სახარების 4 თავს და ვეცნობით თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, რა გააკეთა იესო ქრისტემ ჩვენთვის. ეხლა მინდა მოკლედ მივუბრუნდეთ დღევანდელ სახარებას. მე არის თქვენ გაიგეთ თუ არა, მეც მიჭირს გაგება ძველი ქართულის ამას ვაღიარებ როგორც აღსარებას თქვენთან ერთად. ანუ შინაარსი დღევანდელი სახარების გახლავთ ის, რომ არსებობს განრღვეული, რომ ვკითხოთ ეხლა ჩვენ მაგალითად ელისაბედს განრღვეული რას ნიშნავს, ხო ვერ გვეტყვის. მეც რომ ვკითხოთ, რომელიც არ ვარ ეკლესიის წევრი, ვერ გეტყვით რა არის განრღვეული. ბერძნულში მას ქვია პარალიზებული ადამიანი, პიროვნება, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა. ის არის მეჯაჭვური სარეცელს, ანუ საწოლს და ვერ ასე ვთქვათ გადაადგილდება თავის თავად. აი ასეთ პიროვნებაზე ვიყვება ეკლესია ჩვენ დღეს და რა შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ, ვინ შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ამ პარალიზებულ ადამიანში. რა თქმა უნდა, წეგან ვსაუბრობთ მოუნათლარებზე, კატეხუმენებზე, ასე ვთქვათ, რომლებიც ჯერ კიდევ უმოძრავონი არიან, ჯერ კიდევ სიბნელის შვილები არიან. ეკლესია გვეუბნება, რომ აი ყოველი კატეხუმენი, ყოველი მოუნათლარი, სწორედ ჩვენ შეგვიძლია ამ პარალიზებულ პიროვნებაში დავინახოთ. წარმართი, რომელსაც ქრისტე ჯერ არ უნახავს. მის საიდუმლოს ევქარისტიაში და ნათლობაში არ შეხებია, ის არის პარალიზებული, ის ვერ მოძრაობს. მაგრამ ასე უფრო მეტი პარალიზებულებიც არიან ეგ ამ განრღვეულზე, რომლებიც ფარისევლები და მწიგნობრები არიან და ეჭვდებიან, თუ როგორ შეიძლება იესო ქრისტე მიუტევოს ამ პიროვნებას სოდოდი. ისინი არანაკლებ პარალიზებულები არიან. ჩვენ არ დავიფიქროთ, რომ ჩვენ გადაადგილება თუ არ შეგვიძლია, სხვა შეუძლია გადაადგილება, ეს ჩვენზე შეიძლება წინ დგას. სრულიადაც არა. შეიძლება დიდად მოაზროვნე ხალხი, თეოლოგებიც მათ შორის და ფილოსოფოსებიც პარალიზებულები იყვნენ. ანუ ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ ასევე თუ რა არის ის, რაც ჩვენ ვაფერხებს ღმერთთან ურთიერთობაში, რაც ჩვენ ინვალიდს ღვთის, პარალიზებულს ღვთის იესოსთან ურთიერთობაში. აი ეს კითხვა უნდა წავიღოთ დღეს რომ წავიღოთ. და 4 პიროვნება, ჩვენ მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ აქ გადაგება ამ დღევანდელი სახარების შესახებ. ჩვენ ამ 4 პიროვნებაში ვხედავთ ასევე 4 მახარებელს, რომელთა საშუალებით, რომელთა სახარებების საშუალებით ხდება არა მარტო მოუნათლარების, არამედ შემდეგ ნათლობების განსწავლა. ეს არის სულთა ინსტრუქციული ხასიათის, რომ 4 პიროვნება მიუძღვის, მიყავს 4 პიროვნებას ეს პარალიზებული, მიდიან იესოსთან, რომელიც არის სახლში და ეს სახლი სხვა არაფერია თუ არა ეკლესია, რომელშიც არის ქრისტე და კერძოდ ევქარისტიაში სიარებაში და ხდება 4 სახარებით განსწავლა პიროვნების. და ისინი შედიან არაჩვეულებრივი რიგითი კარით, რაც შეუძლებელი იყო, ჩვენ შეუძლებელია შემოვიდეთ ეკლესიაში, ასე ვთქვათ, და დავჭერთ ეკლესიაში იმ ხედვებით, იმ სიბნელით, რომელსაც ღვთისმოქმედი ატარებს. ვერ შევძლებთ ღმერთთან ურთიერთობას. ამიტომ საინტერესო ასევე ის ელემენტი, რომ ზემოდან ჩაყავთ ეს პარალიზებული სახლში იესოსთან, ეს ზემოდან ჩამოსვლა, ეს არის განსაკუთრებული კარი. რა არის ეს კარი? ნიკოლოზი აქ არის, მაგრამ მას უყარს ნათლობის შესახებ საუბარი ნიკოლოზი. აი ეს არის ის კარი, რომლითაც შევდივართ ჩვენ ეკლესიაში, ეს არის ნათლობის საიდუმლო. ანუ ამით აჩვენებს ასევე ეკლესია ამ მოვლენით, რომ ჩვენ შევდივართ ეკლესიაში არა რაღაც რიგითი კარი, არამედ ნათლისღების საიდუმლოდ, ნათლისღების ემბაზე. ეს არის აქ საინტერესო. ასევე ჩვენ ისე ვთქვით, რომ ქრისტე, ასე ვთქვათ, მიუტევებს მას სოდებს თავისი მეგობრების რწმენის საფუძველზე. ის არ ეკითხება მას პირადად, წამს თუ არა. მან დაინახა თავისი ამ კაცის 4 მეგობრის რწმენა და შეიძლება ხშირად ჩვენ ვილოცოთ ჩვენი მეგობრისთვის, გავაცილოთ ის ჩვენ ფიქრებში, ჩვენს ლოცვაში და ამით დავეყაროთ მას. ანუ მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სამკვრივ მეგობრობას, სამკვრივ მოწყალებას ბოლომდე თუნდაც, არამედ აქაც მნიშვნელოვანი არის სამართალი და ჭეშმარიტება. მარტო სიყვარული მეგობრობაში არ არის საკმარისი, თუ იქ არსებობს სიმართლე და სამართალი. აი ეს მომენტებია, რაზეც ეკლესია გვაფიქრებს ჩვენ დღეს, და არა მარტო მოუნათლარების, არამედ ჩვენთვის ასევე, ვინც ნათლობებულები ვართ, ჩვენცაც ინსტრუქციული ხასიათის არის ეს. და ვხედავთ რას? ერთ პიროვნებაში ვხედავთ ღმერთს და ასევე ვხედავთ მოქმედებას, რომელიც აი იესო ქრისტესგან მოდის, რომ ის სოდას მიუტევებს. სწორედ არსება და მოქმედება, არსება და საქმიანობა, არსება და ენერგია დაიბადა ეს დიალოგი, ეს ხედვა მე-14 საუკუნეში და წმინდა გრიგოლ პალაამ, რომლის სცენებასაც ჩვენ დღეს ავასრულებთ, სწორედ ამას უპირისპირდება და ამას ხსნის. თუ ღმერთი რა არის თავისი ბუნებით, თავისი არსებით და ღმერთი რა არის ასევე თავისი მოქმედებით, თავისი ენერგიით. და არსებობდა იმ დროს ერთი იტალიიდან ჩამოსული კონსტანტინოპოლში და თესალონიკში განსწავლული
ლათინი ბერი, შეიძლება ვთქვათ პროფესორიც, რომელიც იყო განსაკუთრებული ხედვის, განსაკუთრებული ფილოსოფიური სოდნის პიროვნება, ბარლამი, კალაბრიიდან იყო ეს პიროვნება, რომელიც ძალიან დიდი გავლენის ქვეშ იყო ცნობილი საეკლესიო მოღვაწის მე-16 საუკუნის ფსევდო დიონისი არეოპაგელის, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი შეუძლებელია ჩვენ დადებითი ხედვებით დავინახოთ. ჩვენ შეუძლებელია კახოთ თქვა, რომ ღმერთი სიყვარულია, ან სიკეთეა. არა, ეკლესია გიტყვის, რომ კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის მასზე მეტია. და ეს მასზე მეტობა, რომ ღმერთი რა არ არის, ამან დაბად ასევე უარყოფითი ფსიქოლოგია, არაცოდი გაგიგეთ, მაგრამ ამაში ბერძნულად ეწოდება კატაპატიკური, აპოპატიკური თეოლოგია, ნეგატიური თეოლოგია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ამოვხდით ღმერთი არის სიყვარული, ჩვენ ამას გულისხმობთ არა ბაზარში არსებული სიყვარულის გაგების კვალდაკვალ, არამედ ის რომ ღმერთი მასზე მეტია ვიდრე ეს სიყვარული და ეს მასზე მეტობა უკვე ბადებს ნეგატივს, მაგრამ ეს პოზიტივია სინამდვილეში. ამით იბადება ასე ვთქვათ ნეგატიური ფსიქოლოგია და ეს განავითარა ფსევდო დიონის არეოპაგელის. სხვათა შორის საქართველოში იყო მე-20 საუკუნის ძალიან ცნობილი მეცნიერი შალვა ნუცუბიძე, რომელმაც ასევე ერთ გერმანელ, ჰოლანდიელ მეცნიერთან შეეცადა რომ აეხსნა, რომ ეს პიროვნება ფსევდო დიონისი უნდა ყოფილიყო პეტრე იბერი და თითქოს ქართული რაციონალისტური მდგომარეობა ჩემი აზრით, რადგან ეს არ არის საერთაშორისო მეცნიერებაში გაზიარებული, რომ ეს ფსევდო დიონისი იყო პეტრე იბერი, ამ ეს რჩება როგორც ჰიპოთეზა, მაგრამ არსებობს ეს ხედვაც. მოკლედ ეს კალაბრიელი ბერი, ეს ბარლამი იყო განსწავლული აი ამ ხედვებით და ამიტომ ის როდესაც მოდის თესალონიკში ადის წინა მთაზე ათონზე, ნახოთ რომ იქ ბერები რაღაც განდგომილები არიან, ღმერთთან ურთიერთობაში ჩაძირულები არიან, რასაც ჩვენ ასევე ისი ხაზით ვეძახით, ეს არის სულიერი ვარჯიში მარტოყოფობის, ღმერთთან ურთიერთობის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც ჩვენ გვევლინება ლოცვაში, ევქარისტიაში, სხვადასხვა მოქმედებაში, ეს არის რაღაც მარადიული, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ღმერთი დავინახოთ. და ეს ბარლამ კალაბრიელი ამბობს, რომ შეუძლებელია ღმერთი არის შეუძლებელია ჩვენის გავლენა. და ის ენერგიები, რაც მასში არის, ეს არის ქმნილი ენერგია, ამბობს ის, შექმნილი ენერგიები. და ამბობს ეს ბერები ათონზე არ იყვნენ ძალიან განსწავლული, მაგრამ დიდი სულიერება ჰქონდათ, თხოვენ წმინდა გრიგოლ პალამას, რომ ხო დაგვეხმარე, გავცეთ პასუხი ამ განსწავლებას, რადგან ჩვენ ვწამს, რომ ღმერთი არსებით მიუწვდომელია, მაგრამ ის თავის მოქმედებებში, თავის ენერგიებში არის გაგებადი და მიწვდომელი. და ეს ენერგია არის არა ქმნილი, არამედ უქმნელი. და ამის საუკეთესო მაგალითი იყო თაბორის ნათელი, ფერისცვალების ნათელი, რომლის მიხედვითაც ეს სინათლე, რომელიც ქრისტემ აჩვენა, იყო არა ქმნილი სინათლე, არამედ საღვთო უქმნელი სინათლე. ამაზე არის საუბარი იქ და წმინდა გრიგოლ პალამა უხსნის ამ კალაბრიელს და იბადება ასე ვთქვათ ახალი ტომოსი, ამას ტექსტი იბადება ათონის ხაზზე, სადაც ის ძალიან დიდ ასე ვთქვათ თეოლოგიას სპეციფიკურობას ავითარებს, მასწინააღმდეგ ის ეფუძნება იმ ამების გამოცდილებას, რომლებიც პირველ საუკუნეებში უკვე ამას ქმნიდნენ კაბადოკიელი მამები, წმინდა მაქსიმი ამსარებელი თუ სხვები. აი ეს არის ის, თუნდაც ღმერთელი სახარების დაკვირვების მაგალითზე, რომ ქრისტე როგორც ღმერთი ბუნებით არის ღმერთი და კაცი, ეს ჩვენთვის გაუგებრად შეუძლებელია ჩვენ გავაკეთოთ ეს. შეუძლებელია ჩვენ ვიცდეთ ამ საიდუმლოს, რომ ამოვიცნოთ ის რა არის თავისი არსით. მაგრამ ეკლესიის მამები გვეუბნებიან და ამის მაგალითად წმინდა გრიგოლ პალამა, რომ ღმერთი კი გაგებადია, შეცნობადია, შეხებადია თავის გამომდინებებში, თავის ენერგიებში. ამის ყველაზე დიდი ასე განმეორება ღმერთის ჩვენ გვეცხადება და გვეჩვენება, ღმერთი ეჩვენებოდა არა მარტო წინასწარმეტყველებს, გვემთავრებს ძლახოში, მე მოციქულებს და სხვებს და მამებს პირველ ათასწლეულში, არამედ ის ჩვენ დღესაც გვეჩვენება და გვეცხადება და სად არის ამის ყველაზე საუკეთესო ადგილი ამ გამოცხადების ამ შეფერილობაში. ისე და ისე წმინდა ევქარისტიაში, რომელსაც ჩვენ ვეზიარებთ, რომელშიც მონაწილეობთ. ეს არის სწორედ სამღვთო ლიტურგიის მიზანი, რომ მოხდეს ფერისცვალება ადამიანის. ამ მიწიერიდან გადავიდეთ ამ უქმნელ ნათელში. მეტაბოლე ამას ქვია, ეს ტრანსფორმაცია ხდება პიროვნების ევქარისტიის მიზანი სხვა არაფერი. ჩვენ ვინც ამაში მონაწილეობთ, ტრანსფორმირდებთ, მაგრამ ეს როგორც გემანა სახარებაშია, აი ეს სარეცელი შენ და წადი რას ნიშნავს. ის სოდვილია მაინც, ჩვენ სოდვილები ვართ. ჩვენ ცხოვრებას ვერ გავემართებთ. მიგვაქვს ის თან, განიკურნა ის წაიგოს თავის სარეცელი, საწოლო, რომელზეც იცვალა. ნიშნავს ის თავის სოდვილით თან წავიდის, სოდა ბუნები ჩვენში არსებობს. ეს წავშლები, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ყოველდღე, ყოველ დილით, რომ აღები დავიწყოთ ახლიდან ეს ცხოვრება. ეს არის ჩვენი პრივილეგია ქრისტიანების. და ამას გვეუბნება გვასწავლის ეკლესია. საბოლოო ჯამში ეხება ყველაფერი განხრობას და გაწესკოვნებას. და ღმერთმა მოუხსეს ეს არა მხოლოდ ევქარისტიაში, არამედ ზოგადად ღმერთთან ურთიერთობაში, რომ წავალთ აქედან არსებობს ხო?
მსახურება, ღვთისმსახურების შემდეგ, წირვა-წირვის შემდეგ, ხო, ეს გრძელდება. ჩვენ დები როცა ამბობს, მშვიდობით წავიდეთ, რას ნიშნავს, წავიღოთ ის, რაც აქ დღეს მივიღეთ, რაშიც მივიღეთ მონაწილეობა, ამ ენერგიით გავიდეთ დღეს ჩვენი მსახურებამდე და წელიწადში ვატაროთ ეს სინათლე. რადგან იესო ამბობს, რომ თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. ეს სინათლე არის სწორედ რომელიც აი აქ მოდის ამ ევქარისტიაში. მერტმა გავაძლიეროს და გავაზრდას.